საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის ფასი მკვეთრად იზრდება და გასულ კვირას მისმა მაჩვენებელმა კილოგრამზე $280 მიაღწია, რაც რეკორდული შედეგია. მიმდინარე წელს ვერცხლის მატების მაჩვენებელი 123%-ია, რაც ოქროს 75%-იან შედეგს თითქმის ორჯერ აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ვერცხლი დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული, რაც საერთაშორისო ბირჟაზე წარმოდგენილ აქტივებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. უფრო მეტიც, წელს ვერცხლმა ყველა გლობალურ ინდექსს, კომპანიების აბსოლუტურ უმეტესობას და კრიპტოაქტივებსაც კი აჯობა. რაც ნამდვილად უჩვეულო მოვლენაა, რადგანაც თავად ვერცხლი ზუსტად ის არის, რაც 1-10-იან საერთოდაც 100 წლის წინ იყო და მას ახალი თვისებები წელს ნამდვილად არ შეუძენია. თუმცა შეიცვალა წარმოდგენა მის შესახებ. ვერცხლის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდასთან, რომელიც ამჟამად რეკორდულ ზონაში იმყოფება. ისტორიულად ოქროსა და ვერცხლს შორის არსებობს საბაზრო კორელაცია და ერთი აქტივის გაძვირება მეორის აღმასვლას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ტენდენციის განმსაზღვრელი ოქროა, რომელიც ვერცხლს აღმასვლისაკენ უბიძგებს. გარკვეულწილად ვერცხლს ოქროს ხელმისაწვდომ ალტერნატივადაც განიხილავენ, რადგან ის თვისებებით და პრაქტიკულობით ოქროს ჰგავს, თუმცა ის არც იმდენად იშვიათია, როგორიც ოქრო და მას არც სარეზერვო აქტივის სტატუსი აქვს, რაც ინსტიტუციური ინვესტორებისა და გლობალური ცენტრალური ბანკებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, საცალო ინვესტორების და საიუველირო ნაწარმით დაინტერესებული მომხმარებლების მხრიდან ვერცხლზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მის გაძვირებას იწვევს. მსგავსებების მიუხედავად ოქროს და ვერცხლის შედარება საბაზრო ღირებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დღეს ბირჟაზე წარმოდგენილი ოქროს საერთო შეფასება 30 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, ხოლო ვერცხლის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარია. მარტივად რომ ვთქვათ, ოქროს საერთო ღირებულება თითქმის 10-ჯერ მეტია ვიდრე ვერცხლის. ფასებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დრამატულია თუ კი ოქროს და ვერცხლს წონაში შევადარებთ, რადგან კილოგრამი ვერცხლის რეკორდული ფასი, როგორც გითხარით, $2180 შეადგენს, ხოლო კილო ოქროს ფასი $140,000 აღწევს, ანუ ოქრო ვერცხლზე 64-ჯერ ძვირი ღირს, რაც ლოგიკურია, რადგან ოქრო გაცილებით იშვიათი და სასურველი მეტალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ფასებს შორის ეს დრამატული სხვაობა არის სწორედ ის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში ინდივიდუალური ინვესტორები და ტრეიდერები ვერცხლს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის თვისებებით ოქროსთან ყველასთან ახლოს არის, თუმცა გაცილებით იაფია, რაც აჩენს მოლოდინს, რომ მისი ფასი უნდა გაიზარდოს. თავად ეს მოლოდინი კი საბაზრო დინამიკაში აისახება და აქტივის ფასი მართლაც იზრდება. თუ კი შესყიდვების დინამიკას დავაკვირდებით, სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახდება. ოქროს უმეტესად გლობალური ცენტრალური ბანკები, ინსტიტუციური ინვესტორები და საინვესტიციო ჰოლდინგები ყიდულობენ, ხოლო ვერცხლის შევსყიდველთა შორის ძირითადად კერძო პირები და ტრეიდინგ ფირმები არიან, რომელთაც ვერცხლი არა სტრატეგიული რეზერვების შესავსებად, არამედ მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მისაღებად სჭირდებათ. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემაც, რადგან ოქროზე არსებული მოთხოვნა შედარებით მდგრადი და სტაბილურია, ვინაიდან ცენტრალური ბანკები სარეზერვოდ განკუთვნილ ოქროს მოკლევადიან პერსპექტივაში როგორც წესი არ ყიდიან, ხოლო ტრეიდერებს მიზნად მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მიღება აქვთ. ამიტომაც არის, რომ ვერცხლთან მიმართებით უფრო ჭარბად ციფრულ კონტრაქტებს, ხოლო ოქროსთან მიმართებით ფიზიკური ზოდების შესყიდვებს ვხედავთ. ამ მიზეზების გათვალისწინებით ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვერცხლი ამჟამად ზედმეტად ძვირადაა შეფასებული და მისი ფასის ასეთ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება გრძელვადიანად შეუძლებელი იქნება. განსხვავებით ოქროსგან, რომელსაც ისტორიული სანდოობა და სტაბილური ინსტიტუციური მოთხოვნა უმაგრებს ზურგს.